ეს არის კატანეის აეროპორტი კუნძულ სიცილიაზე. აი ამ ამინდს გამოვიქეცით ჩრდილო გერმანიიდან სიბნელეს, სინესტეს, სიცივეს. მზის ნაკლებობა ძალიან მოქმედებს ჯანმრთელობაზე და განწყობაზე და მადლობა ღმერთს, როგორც კი ჩამოვედით მეორე დღესვე, აი ამ სასტუმროში დავბინავდით და მეორე დღესვე მზის სხივებმა და სიმშრალემ სული და გული გაგვიტბო. ვისაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს კვირების და ხანთვეების განმავლობაში უმზეობა, ის ალბათ ვერ მიხვდება ჩვენ სიხარულს აი მზის დანახვაზე. რასაკვირველია, ამ დროს, წელიწადის ამ დროს საბანაო სეზონი არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც წავედით პლაჟში სასეირნოდ. პლაჟი იყო სასტუმროს ქუჩის წინ მეორე მხარეს და დაგხვდა ულამაზესი სხვა უზარმაზარი პლაჟი ფაფუკი ნაზი სილით. უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ მოუწყობელი და მოუვლელი, როგორც ჩანს, აქ საზოგადოებრივი ადგილები არ არის მოწყობილი და ისე დასუფთავებული, როგორც ეს გერმანიაშია. აი თქვენ ხედავთ ეტნას, მანამდე იყო ქალაქ კატანიის ხედი და კიდევ ეს უზარმაზარი პლაჟი და აი ნაგვის პრობლემა არის კუნძულზე ყველგან. ყველგან ყრია ნაგავი. ძალიან ლამაზი ხედი არის ეს გემიჩანს და ქალაქის ხედი და ეტნას მთა, რომელიც არის მოქმედი ვულკანი. ჩვენ ვიყავით ასევე ქალაქ კატანიაში, ეს არის ციხესიმაგრე ურზინო, რომელიც აშენებულია ფრიდრიხ მეორეს მიერ, რომელსაც გერმანული წარმოშობა ჰქონდა 1240 წელს. ეს არის ეს ტერიტორია ციხესიმაგრის გარშემო. ეტნას ამოფრქვევის დროს 1669 წელს ამ ციხესიმაგრემ გაუძლო ლავას, მაგრამ დაკარგა თავის სამხედრო ფუნქცია, რადგან გარშემო თხრილები ლავით ამოივსო. თქვენ ხედავთ ძალიან ლამაზ გამწვანებულ პეიზაჟს, მაგრამ ასევე ამჩნევთ ნაგავსაც ყველგან ყრია ბოთლები, აი ეს მიმაჩნია ამ კუნძულის უდიდეს პრობლემად. ჩვენ გადავწყვიტეთ მარსალაში, რომელიც არის ჩრდილოეთ ნაწილში და არის გვერდში არის ნამდვილად სანახავი ქალაქი, წასვლა 3 საათნახევარი ვიარეთ. ეს ისევ კატანიაში ვართ და დასაწყისში კარგახნის მანძილზე მიგვაცილებდა ეტნას ეს ულამაზესი ხედი. როგორც კი დავტოვეთ ქალაქი, შემდეგ ვხედავდით სულ ფორთოხლის, ლიმონის, მანდარინის პლანტაციების ძალიან ლამაზი სანახავია ეს ხეები და შემდეგ იქეთ თეთრქუდიანი ეტნა. ბევრ ნასახლარს ჩაუვარეთ, ასევე აქვს ზეთისხილის უამრავი პლანტაციები, ნუშის, ასევე ვენახები, ძალიან ლამაზი პეიზაჟებია გარშემო, როგორც კონფუციუსი ამბობდა, აი ეს მიზანი არის გზაო და აი მართლაც თუნდაც მარტო აი ამ გზის გამო ღირდა მარსალაში ჩასვლა, ულამაზესი პეიზაჟები გავიარეთ და ასევე ძალიან მრავალფეროვანი. ქუჩები დატვირთული არ იყო, ეს არის ეგრეთ წოდებული ევროპის ქუჩა და კაქტუსებს ხედავთ თქვენ, აი ამ კაქტუსის ნაყოფი იჭმება, ძალიან გემრიელია, ოღონდ ძალიან ბევრი კურკები აქვს. აი აქ შეიცვალა უკვე პეიზაჟები და სულ სხვა ფერები და სხვა ფორმები დაგხვდა. ჩვენ ძალიან ბევრ ნასახლარს ჩაუვარეთ, ასევე
ძველ ბერძნულ ტემპელის ნაშთებსაც დაინახავთ ახლა კადრებში, ბევრ ძველ ციხესიმაგრეებს. ამ კუნძულს აქვს უდიდესი და ძალიან მრავალფეროვანი ისტორია, ბერძნული, არაბული, რომაული, არაბული გავლენის. ღირს ამაზე თუ ინტერესი გაქვთ Google-ში წაკითხვა, ძალიან საინტერესო კუნძული არის. დაინახეთ. ძალიან გვასიამოვნა ამ გზამ, აი ეს არის ეს ძველი ბერძნული ტემპელის ნაშთები. ჩვენ შეგვიძლია გაჩერება, მაგრამ გვინდოდა დღის სინათლეში ჩავსულიყავით მარსალაში და რადგანაც წელიწადის ამ დროს მალე ღამდება, აღარ გადავუხვიეთ, თუმცა ერთ ქალაქში კი გავჩერდით, მაგრამ ისიც ვინანეთ, იმიტომ ქალაქები არის ისე, რომ ეს ძველი ქალაქი, ისეთი ვიწრო ქუჩებით არის, მანქანით ვერ იმოძრავებ და თუ არ იცნობ იქაურობას, ძალიან გაგიჭირდება ან რესტორნის მიგნება, ან საერთოდ რაღაც არ არის ისე მოწყობილი, როგორც გერმანული ქალაქები, რომ არის ცენტრი, სადაც ყველაფერი არის თავმოყრილი, აი ეს ასე არ არის და ქალაქებში კი ჭირს ძალიან მოძრაობა, მაგრამ სამაგიეროდ აი ამ ევროპის ქუჩაზე თუ ავტომობილი დავარქვათ, ძალიან იული არის, იმიტომ რომ ნაკლები მანქანები გვხვდება. არის ჩამომწკრივებული ხშირად გზის პირას ევკალიპტის ხეები და აი ხედავთ გარშემო არის ძალიან ესეთი ყველა ძალიან კარგად არის ათვისებული მიწათმოქმედება ჩანს ძალიან განვითარებული ჯერ კიდევ უძველესი დროიდან და ახლაც ძალიან ბევრი ციტრუსის ხილი გაქვს სიცილიას, ასევე ღვინო, ასევე ნუში და სეთისხილი. აი ეს მე მგონი, როგორც ვხედავ, უნდა იყოს სეთისხილის პლანტაციები და გზაზე შეგიძლია შეიძინო ხილი ბაღების გვერდით ქუჩაზე ყოველთვის არის ამის შესაძლებლობა და ასეც გავაკეთეთ. ძალიან მომწონს ეს პინიის ხეები, ძალიან ლამაზი ფორმა აქვთ და ისინი როგორც რომში, ასევე კუნძულზეც ძალიან ხშირი სანახავია. ჩავედით მარსალში, ხმელთაშუა ზღვა აი ასეთი მოლივლივე და სასიამოვნო დაგხვდა. პირველად რომ შევხედე ამ სანაპიროს გვერდით შენობებს, იმედი გამიცრუდა, რადგან 60 სართულიანი რაღაც უსახური შენობები მომეჩვენა, მაგრამ მარსალას არის მისი ძირეული უძველესი ქალაქი, რომელიც ცოტა მოცილებით არის, ცოტა ზემოთ უნდა ახვიდე, აი ხედავთ თქვენ თაღს და ყველა მხრიდან მას აქვს აი ასეთი თაღი, ასეთი ისტორიული, ასეთი მეფური, ეს არის მისი ცენტრი, მთავარი ეკლესიით და მის წინ დგას ასევე უძველეს შენობაშია მოთავსებული ქალაქის მუნიციპალიტეტი, ასევე ეს ნანძვის ხე, ყველაფერი არის გაბჭყმიალებული და ეკლესიები ყველა კუთხეში. ნაწილი ეკლესიების არის რესტავრირებული, ნაწილი კი არის ისე ძველი ფრესკებით და ნამდვილად შეკეთებას რომ საჭიროებს ისეთ ფორმაში, მაგრამ რა თანხები უნდა იყოს ამდენი ეკლესიების რესტავრირებას და შეკეთებას, სადაც ამდენი ულამაზესი დეტალები არის, აი თქვენ დააკვირდით. უძველესი ეკლესია არის,
რასაკვირველია, ყველა ეკლესია აქ არის კათოლიკური და ყოველ შემოსასვლელთან, სადაც თაღი არის ეკლესია, ცენტრშიც ეკლესია, მოკლედ აი ამ პატარა ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაში შევედი და იმ 2 დღეში რაც მოვასწარი, იყო 3-4 ეკლესია, რომელიც ჩანს რომ ფუნქციონირებს. და ალბათ მათ გარდა კიდევ იქნება. ნახეთ ეს დეტალები. აი ეს ეკლესია კი ჩანს შეთეთრებული, რესტავრირებული და ასევე ხო ეს სასტუმროს აივნიდან აი თქვენ ნახეთ როგორ ახლოს დგას შენობები მეტრ-ნახევარზე. ფაქტიურად შეგიძლიათ ჩიქა მიუჭახუნო წინ მეზობელს და ეხა გამომყევით და მარცხნივ რომ გავიხედე, გული გამინათდა როგორ ლამაზი ხედი იშლება მიუხედავად სივიწროვისა. აქ ბევრი აივნები არის აი ასე სიმწვანეში ჩაფლული და ქალაქი როგორც თქვი არის საღამოთი და განათებული, ყველა გამოდის გარეთ. ჩრდილო გერმანიაში ძალიან ზოგავენ ბოლო წლებში და წელს ისე რომ ის მცირე განათება რაც არის თავის თავს ძლივს ანათებს და აქ კი არის ეს რასაც ხედავთ ეს არის ყველაფერი ეს საშობაო საახალწლო განათების მავთულები ისინი გაწყინებული და ძალიან კარგ განწყობას ქმნის ყველაფერი გაღებული არის ფაქტიურად ცხოვრება იწყება დღის მეორე ნახევრიდან, საღამოდან ვიტყოდი. დიახ, ძალიან საინტერესო არქიტექტურა აქვს თითოეულ სახლს და სახლების, ეკლესიების გარდა სახლების ფასადიც არის ისე რომ ზოგი შეკეთებულია, ზოგი კი გარიბალდი აწერია ამ ქუჩას ნახეთ. ზოგს კი უნდა მოერიდო რამე რომ არ დაგეცეს თავზე. რაც შეეხება გარიბალდის, მისი ქუჩა ნამდვილად უნდა იყოს აქ, რადგან გარიბალდის ინიციატივა და მისი მოქმედება დაიწყო აი ამ კონძოლიდან, გადავიდა მერე ხმელეთზე იტალიის გაერთიანებისათვის. ეს ერთ-ერთი შიდა ეზო არის ძალიან მომეწონა. აი ნახეთ რა საინტერესო ხი არის ესეთი ეს არ ვიცი რა ხი არის, აი ასე გამოიყურებოდა და კიდევ რაც ფანტანს ახლა წყალი არ აქვს, რადგანაც სეზონი არ არის და კიდევ რაც მომეწონა იტალიელებს აქვთ ეთყობა უდიდესი ნიჭი, რომ ესთეტიურად ძალიან სასიამოვნო განწყობა შექმნან აი ასეთ ძველ ეზოებშიც კი. ისევ ვიწრო ქუჩები რომ მანქანით ვერ შეხვალ და ყველა მიმართულებით ეს თაღები, რომლებიც ადრე ალბათ დაცული იყო დიდი ჭიშკრით. ეს კაქტუსები. შენობები ძალიან ძველია ქალაქის ძირეულ ნაწილში, ძალიან საინტერესოა. ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებოდნენ, რომ აჩქარად ყველა რასაკვირველია ყველას იცნობს. ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა აქაურმა საზოგადოებამაც ჩემზე. ეს მომგვალებული კარებების ზემოთ ძალიან მომწონს და აი ასეთი ქუჩებიც იყო, ყველგან შევიხედე, როგორც ხედავთ. ეს რიკულებიანი აივნები ჩანს, რომ კონძოლის ყველა ნაწილში არის როგორც ჩვეულებრივი რამ და თანაც უმეტესად სცენარეებით მორთული. აი სადენები ყველგან წარმოუდგენელი არის გერმანული გადმოსახედიდან, აი ნახეთ გამწვანება აივნებზე როგორც თქვი და ჩვენ რომ
ჩავედით იმ დღეს ერთ-ერთ შენობის ფასადი ისე ჩამოინგრა, რომ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, ხო? ისე რომ სიფრთხილე არის საჭირო, რათა რამე თავზე არ დაგეცეს. აი ხედავთ ესე ცოტა კი არა, კარგად ავარიულ მდგომარეობაში არის, უძველესი კარები. აი იცით, რაღაც განსაკუთრებული ენერგია იყო ამ ქალაქში. ეს სიძველე, ეს ძველი ლუქსუსი, ეს ძველი და მოძველებული სიმდიდრე და კიდევ ძალიან საინტერესო ორი მოხუცებული ქალბატონი ისეთი სიხარულით რეცხავდა გარშემო მათი მაღაზიის წინ ქუჩას, რომ ესეც ამანაც იმოქმედა ჩემზე, რომ როგორც ჩანს, ძალიან სიცოცხლის ხალისი აქვს აქაურ მოსახლეობას, შეიძლება მზერომასი ანათებს, იმის დამსახურებაც არის. ასე რომ დავემშვიდობეთ აი ამ ლამას ქალაქს და ჩვენი შემდგომი გაჩერება იქნება პალერმოში და პალერმოდან შეგეხმიანებით ვიდეოთი. ბოლოს კი მინდა რომ ისევ ის ხედი დაგანახოთ სასტუმროს აივნიდან და ეს კი ნაძვის ხე, რომელიც ღამე ძალიან ლამაზად ანათებს. აი ეს თაღები და ხედი, რომელიც თქვა, ეს ეკლესია რომ ჩანს. იცით რომ შევედი სასტუმროში და აივანზე რომ გავედი და გავიხედე რომ მარცხნე, ვიფიქრე რა საშინელება ეს, რა შენობა არის ჩემს წინ ჩამოყუდებული და ეს ვიწრო ქუჩა და რა არის ეს, აი ჯერ აი ასე გავიხედე ეს სადენები და კიდევ ნუ რა არის ეს და იცით ბოლოს რაც დავინახე, გული გამინათა. ისურვებთ კარგ განწყობას და შემდგომ ვიდეომდე.